2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი თავგანწირული ბრძოლის ამბავი დაიწერა. მეორე ქვეითი ბრიგადის მსუბუქად შეიარაღებული საინჟირო ოცეული ძიმედ შეიარაღებული რუსი ოკუპანტების ალყაში მოექცა. უთანასწორო ბრძოლა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქართულმა სამხედროებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. დაიღუპა 17 ჯარისკაცი. მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი სამხედრო გადარჩა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიფარა და რუსი ოკუპანტებისგან დაიცვა. მათ განსაკუთრებული ისტორია დაუტოვეს მომავალ თაობას და ვფიქრობ, ყველა უნდა გაიზარდოს მათ ისტორიაზე და ყველამ უნდა იცოდეს მათი გმირობის ისტორია. ეს ბიჭები ფაქტია, რომ თავის სამშობლოს იცავდნენ და თავის სამშობლოსთვის ომობდნენ. სროლა დაიწყო დაბლა პადვალში ჩავედით და სინკრები ხტუნაობდნენ რა შიგნიდან, აი სინკარი ხوارია რა. და ისინი ესე ხტუნაობდნენ იმ ხელ ტანკი ისროდა ბოლო და თან ძიმე ტექნიკა რომ მუშაობდა ზანზარებდა იქო. ჩვენ ზურგს უკან იყო 2 ტანკი. აქ რომ მოვადექით უკვე შინდისის ლიანდაგებს და უნდა ავსულიყავით სადღაც გორის ცენტრალურ ტრასის სადღაც იყო იქ თავშეღრის რაიონი რა. იქ უნდა მივსულიყავით და ამასობაში ლიანდაგებთან რომ მოვედით აქ ჩვენ ზურგს უკან 2 ტანკმა დაგვიწყო ინტენსიური სროლა და აი ამ შენობა ნაგებობებს რასაც უყურებთ აქ იყვნენ მაგენი განლაგებული და მოგვაყოლნენ ახლოს შესაფრებაში. მე ხელში და ფეხში დავიჭერი ხელყუმბარა შევომიგდეს როგორც ჩანს ოთახში და კანტუზია მქონდა მიღებული 11 აგვისტოს, 12 აგვისტოს და 13 აგვისტოს 2 დღენახევარი ვიყავი ჩაგდებული მისვალებულებთან და მესამე დღეს ვნახა ადგილობრივმა რო გამოვიდა მოსახლეობმა მიქნებ მისვალებულებში დაჭრილი ვინმე ვნახოთო მაშინ იყო შალვა კვინიკაძე და ეს ჩვენი ახმეტა რო ჩვენ გვიპოვა იქ გორის რაიონის სოფელ შინდისში აღმართულ მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები. ისინი ყოველწლიურად მოდიან აქ და პატივს მიაგებენ უთანასწორო ბრძოლაში დაცემული მეომრების ხსოვნას. ამ ადგილებში გამართულ ომთან არაერთი საგმირო ისტორიაა დაკავშირებული და ამ ამბების გახსენება ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებით მძიმეა. თავიდან ვიძახო და მეტყვედ არასოდეს არ ჩავბარდები, რო რამე იყოს ბიჭებო. ვეხვერწებოდით ბიჭებმა რო წასულიყო, თავს ეშველა კიცით ეს ტერიტორია და შეეძლო თავისუფლად წასვლა, მაგრამ მან დაამტკიცა ქართული ადამიანობა, კაცობა, სიყვარული, მეგობრობა, სიწმინდე ყველაფერი ერთად დაამტკიცა, რომ ის იყო ნამდვილი ქართველი კაცი და გმირულად დაიღუპა ამ ადგილას. ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას არჩია, რომ თავის სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი. ჩაიხუტა თავის ნათლული მამაო ჩვენო, წაუკითხიათ ბიჭებს. ჩაიხუტა მისი ნათლული, რომელიც უკვე რომანზოიდ სიცხლიდან იცლებოდა. ბიჭები ეუბნებოდნენ, ალეკო მივხვდით, რასაც აკაპირებდა, რომ არ გააკეთო. თავს უშველე წადი შეგიძლია, დაგვტოვე, მაგრამ მე არ თქვენ დაგტოვებთ. არ ჩემს ნათლურს ჩავაბარებ და ჩაიხუტა მისი ნათლული და გახსნა ხელყუმბარა და იფეთქა თავი. დაუკავშირდი 12 საათი იყო ასე პირველი დაწყებული იყო 11 დღეს და მამიკო დამიკავშირდა მაგიო უბრალოდ ბოლო ხმარა მითხრა ნუ მოდიხარო ჩვენო მალე გამოვდივართო და დაბრუნდი უგან სურამში გავჭერდი სურამში დაუსტი მეთქი ხო და მე მოხდა ის რას მოხდა შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ. მედიასთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო მემორიალის აღმართვას გეგმავს ბრძოლის ადგილზე. 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით პარტია ქართული ოცნების პოზიცია უცვლელია. შინდისში მემორიალთან მივიდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა რეჟიმმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს რეალურად სინამდვილეში
ხელისუფლებაში მოატყუეს ხალხი, გარედან მოიყვანეს ხელისუფლება, ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ვერავითარი ღალატი სააკაშვილის მხრიდან და ნაცმოძრაობის მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ვფიქრობ აგვისტოს ომის 17 წლის თავზე, როდესაც რუსეთის აგრესია შეეწირა უამრავი ჩვენი როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირი და ისინი ბოლომდე იბრძოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისასაც სავად, კითხვის ნიშნის დასმა თუ ვინ დაიწყო ომი, ეს არის საუბედუროდ მტრის საქმე და ეს კიდევ ერთხელ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ დღეს. ჩვენი ვალია თითოეული მოქალაქის, რომ გმირებს პატივი მივაგოთ და მათი ხსოვნის პატივისცემა გამოვხატოთ იმ ქმედებებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობაში, მშვიდობიანი გზით ერთიანობაში გადის. შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დრამატული ეპიზოდია. აქამ მიწაზე თავგანწირული ბრძოლა გამართეს გმირებმა, რომელთა სახელებს ქართველი საზოგადოება არასდროს დაივიწყებს. ესენი არიან ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მიქელაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპადაძე. გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია.